სო კონცერტი ჩაატაროთ იმაში რა ქვია მეტროს სამუშაო. პირველად ნახეთ მეტროში რომ ფერია. ხედავთ ამას თელი ამ დროის მანძილზე. არ ხედავ პირველად ერთი კაცმა შეიძლება ღერის ხოლმე ნები და რაღაცა ეგეთი. მაშინ ეს ბავშვები რომ ღერიან რა პრობლემაა? შეიძლება მითხრათ? პრობლემა. რატო? პრობლემა ის არის რაც მოხდა 2 დღის წინ საქართველოში. ეხლა მოდი მაგაზე ვაჭრობას უნდა ვიცი. რაზე ვაჭრობა? ვაჭარი ბრძანდები თქვენ თუ მე ვარ ვაჭარი? აბა რატო ვაჭარი? ან ნორმალურად ელაპარაკე. ომის ვეტერანები არ გასწავლდა თქვია სადაც არ ყოფილიყო 150 თანა. მე შენ მე ვაჭარი იმით რომ თქვენ რაზე უნდა გევაჭრო? მე გეუბნები რომ ეს არ არის კონცერტი ჩასატარებელი არ გაზრდით. ჩვენ არ ვატარებთ. აბა რასაც ჩვენ საქართველოს ფედერაციას რა შედეგია საკონო პრობლემა იმაზე. არ შეიძლება რომ გიქხო მეტრო შესაძლებელი ახმარებას გამოფატავ არა მე მაგას რატომ მოგვიწოდეთ? მოგიწოდეთ რომ გადახვიდე მეტროში. ჩვენ საზოგადოებრივ წესრიგს ვარ ღვევთ. მoni საზოგადოებას ძალიან მოსწონს ის რასაც ვაკეთებ. საზოგადოება შეიძლება მოსწონს რა კონდია თუ ჩვენ უნდა მოგწონდეს მაგას. თქვენ თუ არ მოგწონთ ეს იმას არ ნიშნავს რომ მიუღებელია. გენაცვალე არ შეიძლება. ეხლა მე კონკრეტულად დაგიწყო და ეს გაწყობ. შენ აემდე ხალხში დავიწყოთ იმის აქსთან გამარტება რატო არ შეიძლება ამის არა ზუსტად აემდე ხალხს უნდა აუხსნათ მე რატო არ შეიძლება თორემ მე შეიძლება გავიგო პიროვნულად რატო აი ამდენ რეგიონობით სამსახურეობას გააგებინოთ სამსახურეობას რატომ გუშინ 4 საათში ჩვენ შევძელით 2000 ლარის მოგება გასაგებია ძალიან კარგია და უნივერსალურია მოდიში აი აქ მომაკვდით აი ამ ადრესზე 2000 ლარი ეს უნდა გაგზავნოს დაახლოებით 3-4 დღე ჩვენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები 5-მდე უნივერსიტეტის სკოლის მოსწავლეები ვაპირებთ ამ შეგროვილი თანხით ერთ-ერთ სტიკით დაზარალებულ შეუძინოთ სახე აი ამისთვის ვართ აქ შეგროვილია ეს ამდენი ხალხი ჩვენ ყველა ერთად გავერთიანდით 4 საათში ჩვენ შევძელით 2000 ლარის მოგროვება ანუ გასაგებია დემაგოგიას უნეწევით მე გეუნებით უბრალოდ რამეს იგი იმიტომ მე გეუნებით აი ამ ადგილას სადაც მგზავრების თავშეყრის ადგილია არ არის ეს გამართლება კარგით მე პირადად გურამ ყანდორელაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი და ორგანიზატორი ამ ყველაფრის ვაცხადებ სრულიად ჩემ მხარდაჭერებთან ერთად რომლებიც შემოერთებული არიან ამ პროექტს უარს ვაცხადებ დავტოვოთ მეტროპოლიტენის ტერიტორია რადგან ჩვენ ვაგრძელებთ იქ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებელ აქციას თუ თქვენ მიგაჩნიათ რომ ჩვენ აქ ვარგოთ რაიმე წესრიგს შეგიძლიათ პატრულის თანამშრომლებს მიმართოთ და ძალისმიერი წესით დაგვაწოვებინოთ აღნიშნული ტერიტორია სხვა შემთხვევაში ჩვენ არ დავტოვებთ ამ ტერიტორიას ჩვენ გავაგზავნებთ ჩვენი მოსახლეობის დახმარებას მოდიში ხავთ ჩემო მეგობრებო გავაგზავნოთ მუსიკალური საიდან ბრძანდები მე ხაზის უფროსი ვარ საბურთალოს ხაზის უფროსი ეს არ არის ნორმალური მე შენ დემაგოგიას მე შენ გეუნები მე შეიძლება დემაგოგი ხაზახმარები გარდა იმისა რომ თქვენი ომის ვეტერანობით ვიკრძალავთ აქ დგომას რა შუაშია და ხაზის უფროსობა სამსახურიდან გამომდინარე მე სამსახურეობიდან გეუნები რომ არ არის მე მოხალისე ვარ მე არ მუშაობ არსად მე ჩემი არ შეიძლება რომ შემოსასვლელში იხალისო ვიხალისო მოხალისობარო და გეუბნები იქ რო იხალისო არ შეიძლება ხალისი და მოხალისეობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება ჩემო პატრიოტიზმულ ადამიანს ძალიან ნუ შეგეშლება ჩვენ არ გვეხალისება შენ ეხლა ამ წუთში PR კამპანიასავით მუშაობ მეტი არაფერი თუ ეს PR კამპანია ეხმარება ხალხს და საზოგადოებას მაშინ მზად ვარ PR კამპანია ჩავატარო დემაგოგიას გავაკეთო ბევრი რაღაცას კიდევ მაგისთვის მზად ვარ თქვენ ომში იყავით ადამიანებს ხოცავდით იმის გულში რომ საქართველოს ძლიერი ყოფილიყო ეხლა ამ ხელაკესი უნდა მოგაყენო შეურაცხყოფა მე ადამიანებს კი ესე ეს წასული კაცები ხეცები ვარ ხოცა ომში იმისთვის მივდივარ ქვეყანა დავიცვა და ადამიანი დავხოცე შენ ეგ მითხარი ქვეყანა დაიცადე შენ იმიტომ მე უნები ხალხს ხოცავდი არა რა უნდა გელაპარაკო კარგი თქვენ თუ შეწყვეტთ ყველაფერი თქვი აი ამ სიტყვით ჩემი ამ ფრაზით ავღანეთში წასული ჩვენი ბიჭები ხალხის სახოცავად ყოფილა აი ესეთი იდიოტობა თქვი ახლა შე ზუსტად უკვე შეურაცხყოფა მომაყენეთ აბა მე ცალკე მიმსახურე როდესაც შენ მეომარი ხალხის ხოცველია და სახოცავად დადია გასაცავად მეცა უპრობლემო დავხოცავ მილიონი აუ და მაგარ გუნა გავირო არა შენ უკვე თქვი რაც გინდოდა და რასაც ფიქრობ ზუსტად თქვი სამაგია რომ თქვენ გაპროტესტის გამოთქმა შეწყვიტეთ პრეტენზიას მე
მე კიდეც გამოვხვა და დავაყენებ ამ საკითხს. ეს ასე არ უნდა. დააყენეთ. რატო არ ამიხსენი ახლა? რატო არ შეიძლება მეტროს შემოსასვლელში იგივე გააკეთო? იმის დრო იგივე არ ხდება ყველგან. აბა მე დასაკეთო. აი აქ ბაქანზე ნუ გააკეთებ. ქალაქის მასშტაბით ხდება ეს ყველაფერი. აქ რაც დავიმახსოვს. იმიტომ პრობლემა იქნება მგზავრების პრობლემა იქნება, არავის პრობლემა არ გამოდგა, არ ეს შენ გონია. რამ გონია გუშინაც ამოვიდექი და არაფერი. აი, შენ